ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე მუშაობა გრძელდება. ამასთან დაკავშირებით შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. მხარემ ისეთი მოდელის შემუშავებისა და დანერგვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, რომელიც დააბალანსებს ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს, ასევე ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე კერძო სექტორის მდგრად განვითარებას. გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საკითხის რეგულირების მიმართულებით. აქ საუბარია ძირითადად ისეთი ერთჯერადი გამოყენების პროდუქციაზე, რომელიც უშუალოდ არის სურსათთან შემხებლობაში და რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელია როგორც გარემოს დაცვითი ასპექტები, ასევე ჯანმრთელობასთან და ჯანმრთელობის დაცვასთან და სურსათის უნებლობასთან დაკავშირებული საკითხები და სწორედ ჩვენ დღეს გვქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ამ შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ერთის მხრივ ის სიკეთე, რაც ამ რეგულაციას შეიძლება მოიტანოს ქვეყნისთვის, როგორც გარემოს დაცვის, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიმართულებით, მაგრამ ასევე მოვისმენთ ის გამოწვევები, რაც შეიძლება ბიზნესს ჰქონდეს ამ რეგულაციის შემოღების პირობებში და ვიმსჯელეთ მათ შორის გარკვეულ დეტალებზე და გონივრულ ვადებზე, რა ვადებშიც შეიძლება რომ სახელმწიფომ ეს ახალი სტანდარტი და ახალი მოთხოვნა დააწესოს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება გარკვეული პროდუქტების იმპორტის და ბაზარზე განთავსების აკრძალვას. ეს პირდაპირ კავშირში არის ჯანმრთელობასთან, თუმცა ცხადია ბიზნესს თავისი მოსაზრებები, თავისი კითხვები აქვს, თუ რას გამოიწვევს, რაზე მოქმედება ექნება და ვადები, რომელიც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმპორტიორებისთვის, ვინაიდან მათ წინასწარ აქვს შექმნილი გარკვეული მარაგები და ამის ამოყიდვის შესაძლებლობა ბიზნესს აუცილებლად უნდა მიეცეს. ასევე დაისვა კითხვა თუ რა ზეგავლენა ექნება საფასო ფასებზე ზოგადად ამ დირექტივის ამ რეგულაციის დანერგვას. თორემ ხარდაჭერა ზოგადად რომ ჯანმრთელობა პრიორიტეტი არის და ის ციფრები, რომელიც დღეს ჩვენ აქ მოვისმინეთ, ნამდვილად რეაგირების, ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ რეაგირება იყოს. ოღონდ ეს უნდა მოხდეს ხავერდოვნად, ისე რომ ბიზნესმა ადაპტაცია შეძლოს რეგულაციასთან. ჩვენ ყველა იმპორტიორიც და მწარმოებელიც ვემსახურებით, რა თქმა უნდა, ჩვენი კეთილდღეობა, ჩვენი ქვეყნისაც და გარემოს დაცვასაც ყველა ჩვენთაგანი უნდა გავუფრთხილდეთ, ეს უკვე ერთგვარი კულტურაა. გაუჭირდება ბიზნესს, არ არის მარტივი ეს ყველაფერი არის გადასაწყობი, რაც საბოლოო ჯამში ფინანსებზე გადის. მარტო იმპორტი ცოტა უფრო მარტივი მოსაგვარებელია, ვიდრე წარმოება და დანადგარების გადაწყობა, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიაწოდო მომხმარებელს, მაგრამ დაუძლეველი არაფერია. ყველაფერს შევძლებთ მაინც ისევ და ისევ ახალი ინვესტიციები იქნება მოსაძიებელი.